ვარ ისევ სალომე. ანუ არ არსებობს. თან დამცინა ძილი. ახლა მარიამ ხალებო. გორტოვთქი. მოგესალმებით მეგობრებო. დავბრუნდი მეორე ეპიზოდით. როგორც პირველ ვიდეოში მივმართეთ ჩემს მეგობრებს. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი შემომიერთა ახლა და იქით დივანზე არის წამოგორა. შევთავაზე მიკროფონი, მაგრამ უარი მითხრა, ამიტომ ისევ მე ვიქნები თქვენთან ერთად სრულიად 100%-ით ჩართული. ალბათ გახსოვთ, რომ ისევ სწორკვებაზე ვარ, ამიტომ სამსახურიდან დაბრუნებულს მინდოდა რაიმე სწრაფად მომემზადებინა. გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა თინუსის სალათი კუსკუსით. ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია, რომ დავაყენოთ თინუსი. კი არა და კუსკუსი. თინუსი კუსკუსი. ნუ დამცინი ნაძირავა. ზოგადად თინუსს ვაკეთებ ხოლმე ბრინჯით, მაგრამ მოცა დრო არ მაქვს და უცებ მინდა რომ გაკეთდეს. კუსკუსიც კაი გამოსავალი, ამიტომ წყალი დავასხთ. დღეს არის 16 მაისი. ჩემი პირველი ეპიზოდი დავდე. ჩემს მეგობრებს ძალიან მოეწონათ. იმედოვნებ, რომ უცხო ადამიანებმაც ნახეს და მოეწონათ. ძალიან ბევრი მუშაობი ამ ყველაფერზე, რადგან ჩემთვის ახალი იყო, სიახლე იყო და ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჩემი გასაკეთებელი იყო და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამ პროცესისგან ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და მივხვდი რა მუღამი აქვს მოკლედ ამ ყველაფრის კეთებას და ვფიქრობ, რომ შემდეგები უფრო გაუმჯობესებული იქნება. ეხლა ვიღებ წინა კამერით და წესით ხარისხიც უფრო უკეთესი იქნება. ხათი ანუ ყველაფერზე მომავ ჩვენი თინუსი, ჩვენი ეს ჩვენი ამოვიღო რა ლექსიკონიდან. კაი, დავადოთ თეფში. ეხლა ვნახავ მაცივარში რაც კი ბოსტნეული მაქვს, გამოვიღებ და უზღ. ანუ ზოგადად ბულგარული დიდად არ მიყვარს და ერთადერთი წითელი არის ხოლმე, რომელსაც ვშვები. ამას უზავ. წინა ვიდეოს უყურებდი და არსად არ მithქვამს ვინ ვარ საერთოდ. რას წარმოვადგენ და ვინ ვარ მე? მე ვარ სალომე. ხარ სალომე, უნდა მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. რომელი ერთი მოგიყვეთ? ანუ მე ასე ვფიქრობ. მე ვარ სალომე. ჩემი მეგობარი ჩავთე როგორღაც ავაღებდი მიკროფონი ხელში და ვისაუბრებთ ერთად. კი ბატონო, უნდა ისაუბრო აუცილებლად შენს თავზე, შენს მისწრაფებებზე და შენს სურვილებზე. დაიწყე, მე ვარ სალომე. მე ვარ ისევ სალომე. პროფესიით ვარ ფსიქოლოგი. მუშაობ როგორც HR. HR-ობასთან ერთად მაქვს ძალიან ბევრი ინტერესი. გავაღრმავე ჩემი, ასე ვთქვათ, ცოდნა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. შევისწავლე გრაფიკული დიზაინი და ბრენდ დიზაინი. ეხლა ჩემი YouTube არხისთვისაც ყველაფერს მე ვაკეთებ. და ვცდილობ, რომ ეს ვიდეოს აწყობა და მონტაჟიც ვისწავლო. ჩემი აზრით საკვები ყველაზე მეტად კარგად გამოსდის. ნუ რა თქმა უნდა, ფოტოები და ვიდეოებიც არის სუპერ, მაგრამ მე ალბათ რომ კითხონ 10-15 წლის შემდეგ ადამიანისკენ გულის გზა გადის კუჭზე, ხო? მე ყველა ადამიანმა ჩემი აზრით უნდა დააგემოვნოს სალომეს კერძები. არა მარტო ჯანსაღი, არა ჯანსაღი, რომელიც ძალიან ბევრი გვექნება, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ჩემნაირად ჯანსაღად არ იკვებებიან სამწუხაროდ და როცა შემოგვიერთდებიან ხოლმე მომიწევს რომ არა ჯანსაღებიც ვაკეთო. ჩვენ სალომესთან ერთად მივიღებთ მის კერძების მომზადებაში მონაწილეობას. ანუ არ არსებობს. თან არა სამზარეულოში მე არავის არ შემოუშვებ. კუკენთოქი რისთვის ქვია? კუკენთოქი იმისთვის ქვია რომ მე ვამზადო, თან ვილაპარაკო, თან არა ნახე სალომე. მზადება მხოლოდ მე. კი, მე შენს თავზე გამოგჩა, რომ ასევე გაქვს შენი ბრენდი, რომელსაც ჩემი, ანუ თქვენ კიდევ გამოგჩათ ჩემ ეპიზოდში არ ნახეთ. ჩემ ბრენდზე საუბრობ, ჩემს პირველ ეპიზოდში ეს მეგობრები თქვენ უკვე იცით როსალინის სეთები. თმის სეთები და ამიტომ არის ჩემი თმა ასეთი წინვა. როგორც წინაზე თქვი, ბოსტნეულს ჩემი ბურად ვჭრი ხოლმე და ეხლა დავჭრი ძალიან წვრილებად, რაღაცა ეგეთ ხასიათზე ვარ. ვარჯიშიც ძალიან მიყვარს. აგერ უკვე 3 წელზე მეტია ვარჯიშობ. ეხლა ბოლო პერიოდში 1-6 თვის წინ ფეხი ვიღწე და ამან ჩემს რეჟიმზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მაგრამ ეხლა ვიწყებ და თქვენთან ერთადაც ვიწყებ, მანამდეც დაწყებული მაქვს. შაქარიც ამოღებული მაქვს და მოკლედ ვიწყებ ფორმაში ჩადგომას. არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად, ენერგიაზე უნდა ვიყო. ყველაფერი მარტივად უნდა ვაკეთო და ასე შემდეგ, ანუ ბევრი რაღაცისთვის რა, ანუ ვარჯიში მხოლოდ ფიზიკურობისთვის არ დამიწია და არც მივდევ მაგის გამო.
ფსიქოლოგიურად და მენტალურად ძალიან კარგ გავლენას ახდენს ჩემზე. სამსახურის მერე უდიდესი განტვირთვაა ჩემთვის. შენ რა სიტყვი ნინი? ძალიან გავზარმაცდი და აი ის мотиваცია რაც მქონდა, მთლიანად დამეკარგა. არ ვიცი რატო იმოქმედა ჩემზე, ალბათ მე ვფიქრობდა ავაბრალებ დეპრესიას, ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ჩემი აზრით ეს იმის ბრალი იყო, რომ ერთი გარემო შენთვის არ იყო კარგი. ანუ ერთ გარემოში ვარჯიში. შენ ჭირდებოდა რომ გამოგეცვალა გარემო. თან რუტინულად ვაკეთებდი ყველაფერს ერთი და იგივეს. გაიღვიძებდი წადი სამსახურში, მოდი სამსახურიდან წადი ვარჯიშზე და ასე შემდეგ. ყოველი დღე თითქმის იგივე იყო და აი ამ ყველაფერმა ძალიან დამყარა და იმის მერე ჩემს თავში ვეღარ პოულობ ესე რომ ვთქვათ ძალას. რომ ახლიდან დავიწყო ვარჯიში არა და ზუსტად ვიცი რომ ეხლა ვარჯიში ყველაზე მეტად მისაჭირო იყო, მაგრამ რატომღაც თავს ვერ ვაბრავ ვარჯიშს. მოაბო, მე იმისთვის ვარ რომ ხალხურად თქვენც მოგცეთ мотиваცია და ჩემს მეგობრებსაც, ამიტომ აუცილებლად უნდა ვივარჯიშოთ. რომ ვარჯიში არის არ ვიცი. სულისა და ხორცის განკურნება ჩემი აზრით. ვისაც სტრესული გარემო აქვს სამსახურში, მათთვის უფრო მისწრებაა ეს ყველაფერი და აუცილებლად არა მარტო აუცილებელი არ არის რომ დარბაზში არა ან თუნდაც სრულაზე რო იაროთ იოგით დაკარგდეთ ან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა რომელიც თქვენ დაგხდით აი ეს არა მარტო დაღლა ანუ პირიქით ანუ აი ამ დაღლას თითქოს რაღაცა ენერგიაზე მოყავხარ რა და რა თქმა უნდა მაგ დროს იმდევნება ჩემი აზრით აი ეს სუდი ემოციები და ნეგატივები და თან იცი რა არის მარტო იმისთვის არ ვარჯიშობ ადამიანი რომ რაღაცა იმას რა ქვია წონაში დაიკლო ან რაღაცა არა რა თქმა უნდა ბევრი ნუ იმისთვისაც ვარჯიშობს რომ მოიმატოს და მე მაგალითად ჩემი გადმოსახედიდან 3 წელზე მეტია ვარჯიშობ და რა თქმა უნდა შემეძლო რომ უფრო მეტი ასე ვთქვათ კლება მქონოდა რა მაგრამ რომ მივხვდი რომ ეს ვარჯიში იმდენად მსიაოვნე და პროცესი რომ მე არც ვთქვათ ჭამას ვიკლებდი არც რაღაცა იმას ესე მატებები არ მქონი ანუ ერთ სტაბილურ წონაზე ვიყავი და ბოლო პერიოდში დამემართა ნუ ეს და მაგიტო უფრო მეტი მოვიმატე და არც ამის გამო მაქვს რაღაცა სტრესი რომ აი რაღაცა მოვიმატე ისე მოვიმატე რა ვქნა ახლა ვიყავი მოვატებულიც ვარ და რო რამე თავისუფლად შემიძლია რომ ისე ფორმაში ჩავდგე არც ის მიზანი მაქვს რომ რაღაცა აი 20 და 25 და 27 კილოები დავიკლო ანუ როგორც მე ვიქნებ ჩემს სხეულში ასე ვთქვათ ბედნიერად თავს ის იქნება ჩემი იდეალური წონა არ აქვს მნიშვნელობა სხვა რას იფიქრებს ამაზე ჩემი ოჯახის წევრები ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა წონა როგორ გამოიყურება ანუ თუნდაც ჩემ მეგობრებს მით უმეტეს ანუ აი არანაირად არ მაინდა ჩემთვის რავი ადამიანი მაგით არ იზომება და ძალიან მიხარია რომ ეს განვივითარე ასე ვთქვათ წლების მერე რომ აი არც მე აღარ მაქვს მაგის კომპლექსი რამდენი კილოთი დიდი ვარ ან ნაკლები არანაირი კომპლექსი არ მაქვს ეს 2-3 თვის წინ თუ შარვალი არ ჩამეტია ეხლა რო არ მეტევა აი ამაზე მქონდეს რაღაცა ეს დისკომფორტი რომ აი რატო რაღაცა ძიმედ ვარ თორე ის რომ რაღაცა მე მაგის გამო დავკომპლექსდე სადმე არ წავიდე რაღაცა არ ჩავიცვა ესა არ ვარ რა ეგრე და ძალიანაც მიხარია რომ ესე ვარ ფსიქოლოგიურად განწყობილი ხო, ეგ კარგი არის. ჩემი აზრით, ყველაზე ჯანსაღი დამოკიდებულებაა ეგ საკუთარ თავთარო, ანუ წონის კომპლექსი არ აქვს, მაგრამ მე მაგალითად პირიქით ვარ რა, ანუ ჩემზე რაც წონაში მოვიმატე, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. ხო. და ანუ იმდენად ცუდად მოქმედებს, რომ პირიქით ვიღაცა დეპრესიაში რო ვარდება, ანუ არც ჭამის სურვილი არ აქვს და მოკლედ ანუ შენზე პირიქით მოქმედებს, ანუ სტრესი გამატებინებს იმას. თან მithumet ეს ხა შენს გარშემო შეიძლება არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გაკომპლექსებდნენ და მაგრამ შენ გარშემო არიან? შენ გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მაკომპლექსებენ სიტყვაზე. და რავი, ჩემ წონასთან დაკავშირებით პრობლემა არავის არ ქონია ჩემ მეგობრებს გულისხმობ, თორე ოჯახის წევრებისგან მეც მქონია. ანუ ხო, ოჯახის წევრებისგან უფრო მქონია. მაგრამ ძირითადად ეგ ბულის ვერ დავარქვევ, მაგრამ რაც უნდა იყოს ბულინგად ხო, რაც უნდა იყოს, მაინც ბულინგად გამოდის რა, მაგრამ ანუ თავარია რომ შენ იყო შენთან საკომფორტულად. ჩემთვის არის ინდივიდუალიზმი ყველაზე
თავარი რა. ყველას თავის წონა უხდება ჩემი აზრით რა. ანუ არ არსებობს რაღაცა ოქროს წონა. ანუ არსებობს წონა, რომელსაც შენ მოირგებ და გაიოქროვებ. ჯანმრთელობას როცა ეხება საქმე, მაშინ გიწევს რომ ისეთი მე მაგალითად სიგამხდრე არ მომწონს ფუმფულები. ხო, მაგრამ მაგის გამო რა თქმა უნდა, არავის არ დააბრუნებ და რაღაცა შეიმინგი არ ადამიანი არსებობს და რა თქმა უნდა 1000 აზრი არის და ან გამხდარშეულებია რომ ძალიან გამხდარი ხარო, ეგეც იგივე ბულინგი არის, აბა რა. დავჭერი ხახვი, კიტრი, ბულგარული და სტაფილო. ესეც თინუსი, ყალი დავასხით კუსკუს. ანუ კუსკუსი კაია რომ თქვათ პურს თუ არ მიირთმევთ, ჩაანაცვლოთ და რაღაცა ბრინჯის ან ციციბურას მაგივრობა გაწიოს და თან მალე რომ მზადდება, ეგ ყველაზე კაია. სილას შეიცავს როგორც ვიცი. კი. და ან კაია რა, პურის შესაძლებლობა. ანუ ჯანმრთელობისთვისაც კარგია, როგორც ვიცი. ეს თემა რომ დავასრულოთ, მეგობრებო, მით უმეტეს ქალებო. არ ვიცი, რაღაცნაირად მინდა რომ ეს ჩემი საუბრებიც იყოს ყველა სქესისთვის რა თქმა უნდა, მაგრამ ქალების გაძლიერებისთვის მინდა რომ ეს ყველაფერი ვაკეთო. ისეთ თემებზე ვისაუბრო, რომელიც ქალებს გააძლიერებს და мотивაციას მისცემს რაღაც საკითხებში. ქალებო, ყველანი ხართ ინდივიდუალურად ლამაზები. არ ეცადოთ რომ სხვის მოსაწონად აკეთოთ რაღაც. მოწონი უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ თქვენი ინდივიდუალიზმი არ დაკარგოთ. არ მოექცეთ სტერეოტიპების ქვეშ და გიყვარდეთ თქვენი თითოეული ნაწილი, როგორც სხეული, ისე შინაგანი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი საკუთარი თავი გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ. ჯერ შევიყვაროთ საკუთარი თავი და მერე განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ. ეს რაღაცა კოუჩინგი გამომივიდა. არა, კოუჩინგი არ არის, ეს ჩემი სურვილი, რომ ყველა ქალი იყოს ბედნიერი თავის სხეულში და თავის სულში. ნაუქ, ძალიან მინდა რომ ეს იყო. ამიტომ საკუთარი თავისთვის შევიცვალოთ ქალები. ახეთ რა ლამაზია. ძალიან მშიოდა და ეხა იმდენი ვილაპარაკე რომ მინებს. აი, მარიამ მიკნია. მარილი მეგობრებო. მარილი სტუდიაში ჩემი საყვარელი ინგრედიენტი ყველაფერში. ანუ ერთი ეპიზოდი უნდა დავუთმო ჩემი მარილისადმი სიყვარულს. ჩემი თანამშრომლები გავაგილი კორპორატიულზე. ისეთ კომბინაციებში ვეუბნებოდი მარილს, რომ აი არ ვიცი და მინდა რომ ცალკე მაგ სულელურ კომბინაციებს დავუთმო გადაცემა, ამიტომ მეგობრებო, ჩემი მარილისადმი სიყვარულს გაიგებთ მომავალში. იაკლია, მაგრამ ძალიან კაია. ეს თინუსი არ იყო ზეთში და ახლა ზეითუნი გავუფენი. ოღონდ ძალიან წვეთები იყო და ბევრი ვარ იყო კაია. შენ ხო არ გასინჯავდი და შევაფასებდი? როგორია? ძალიან კაია. კაია. რა. ანუ კარგიაო. ჩემი სუბიექტური აზრი არ ყოფილა ეს. არც ეს არის მოსწონი. ანუ მართლა კარგი გამოვიდა მეგობრებო. ჩემი თინუსის სალადი და გემშვიდობებით. ახლა მივერთმევთ. მე უკვე შემდეგ ეპიზოდში ვისაუბროთ. კოცით ყველას.